ბატონშალო, მოგესალმებით. Კითხავთ ევროსაბჭოს მომართვასთან დაკავშირებით საგარეო უწყების ალბათ იმთხოვეთ, რომ გამოცდილების გაზიარებას ითხოვენ უცხოურ ძალებთან და გავლენებთან დაკავშირებით. თქვენი პოზიცია რომ გითხრათ ამ თემაზე. როგორც კი პარლამენტისგან გაეგზავნათ, სწორად ვიცი უკვე გარკვეული გამოცდილება, რაც თქვენ გაქვთ, რა ურჩიეთ და დიახ, ევროსაბჭო მუშაობს და მისთა კომიტეტს ყავს შექმნილი სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს უცხოურ საინფორმაციო ჩარევის საკითხებზე და ამ მხრივ და ექსპერტთა ჯგუფმა შექმნა გარკვეული დოკუმენტი, რომელზეც მოსაზრებების წარდგენა სთხოვა ევროსაბჭომ მისთა კომიტეტის წევრებს შესაბამისად. ჩვენ ისევე როგორც სხვა უწყებები ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გაუგზავნოთ ევროსაბჭოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოურ ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება, ერთის მხრივ როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად ჩარევისა და მეორე როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევას. ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ეს ჩარევა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენის დათესვა, რომელიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბრიუსელის დაფინანსებით ხდება უმეტეს შემთხვევაში და როგორ ამ სიძულვილის ასე ვთქვათ წაქეზებით, დეზინფორმაციით როგორ მიყავთ გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა შემდეგ ძალადობამდე და ქვეყნის სახელმწიფოს დემოკრატიის ძირის გამოთხრამდე და ეს გამოცდილებას ვნახეთ, როგორ ხდება ამგვარი მავნე ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება და ამავე დროს ვაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს მედეგი ამგვარი ჩარევების წინააღმდეგ, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა ვებრძვით ამ დეზინფორმაციას და ჩარევებს, ისე საკანონმდებლო რეგულაციებით, ასე რომ ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ გაუზიარეთ. ბატონშალო, როგორც გაირკვა მილანში შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და შტატების ვიცე-პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით. საქართველოს ოფიციალური პოზიცია ცნობილია, რომ ჩვენ მზად ახალი ფურცლიდან ვაშინგტონთან ურთიერთობის დასაწყებად. აი ესეთი შეხვედრა თუ იქნება გარკვეულწილად ხელშემწყობი აი ამ ურთიერთობების განახლების. თავისთავად ჩვენ ველით, რომ გარდა სამუშაო შეხვედრებისა, გარდა სხვა მხრივ კონტაქტებისა, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა წინა ადმინისტრაციის პირობებში გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად. ყველა შევახსენებო, საქართველო პირველ ადგილზე არის ერთსულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყანა და ასევე ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორისაც კი იმ კონტინგენტით, რომელიც ყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ეს არის ქართული ასე ვთქვათ მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ნახეთ ძირის გამოთხრა ქართული დემოკრატიის, ძირის გამოთქმის მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს კიდე ერთი დანაშაული არის ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწოროს. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, ამიტომ ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჩვენ ხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სამყაროში ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ამოცანა, უპირველეს ყოვლისა, ყველა სხვა ამოცანასთან შედარებით არის უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ის სტრატეგიული, რომ ჩვენი მზაობა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაში. ახალ პირობებში ხალხის ძალა
და ერთიანი ნეიტრალური საქართველო ითხოვს, რომ გაიხსნას დისკუსია და დებატები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროინტეგრაცია საქართველოს სუვერენულ ინტერესს არ წარმოადგენს, საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რაც მათი თქმით შესაძლოა გახდეს იმის წინაპირობა, რომ კონსტიტუციური ჩანაწერი გადაიხადოს. რას პასუხობთ თქვენ ამ შემთხვევაში ამ ინიციატივას და რეფერენდუმის ჩატარებასაც კი? რაც შეეხება დებატებს და დისკუსიას, მთავარი იდეა, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ შევიდეთ დებატებში იმ ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან, ერთადერთი პირობით, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს როგორც სახელმწიფოს და მის კონსტიტუციურ წესრიგს, ჩვენ ამავე დროს ვთქვით, რომ მზად ვართ ვისაუბროთ და დებატი გქონდეს ნებისმიერ თემაზე. მათ შორის არის ან ჯგუფები, რომელიც ფიქრობენ, რომ უმაღლეს განათლებას რეფორმა არ სჭირდება, მზად ვართ ამ ადამიანებთან შევიდეთ დისკუსიაში. არიან ადამიანები შეიძლება რაც ხა თქვენ ახსენეთ ჯგუფები, რომელიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს, მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მზად ვართ დებატებზე და დისკუსიაზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციასაც შეეხება ჩვენ ამაზე არაერთხელაც გვითხავს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ევროკავშირის წევრობა, იმიტომ არ გვინდა რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველოს როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველოს დანგრეული იყოს. ხედავთ ჩვენ რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მოლდოვაში, ინსტიტუციების განადგურება, ქვეყნის განადგურებაზე სხვა არაფერს საუბრობ, მოლდოვის პრეზიდენტი საუბრობს საერთოდ ქვეყნის გაუქმებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ არის ჩვენი გზა ევროინტეგრაციის, უკრაინული და მოლდოვური გზა, ჩვენი გზა არ არის, ჩვენ სხვა გზით მივდივართ და ჩვენი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ინტერესების პატივისცემის გზით მივდივართ. ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში და საკავშირო გაერთიანებაში შესვლაში და ისე როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო ცენტრი მოსკოვი და ეხლა უნდა იყოს საკავშირო ცენტრი ბრიუსელში საკავშირო მთავრობით, არ ვიცი. ასე რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ, ამ ხრივ გამოწვევები არის ევროკავშირში, დღევანდელი ბრიუსელი, რა თქმა უნდა, სულად არის აცდენილი იმ ღირებულებებს, რომელიც საქართველოს დგას. ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ბრიუსელში, დაუბრუნდეს ბრიუსელი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც პასუხობს შესაბამისად ქართულ ღირებულებებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა 78 მუხლით, რომელსაც წინ უძღვივს 77 მუხლი. სადაც არის დამოუკიდებლობის საკითხი, სადაც არის ჩვენი ინსტიტუციების დამოუკიდებლობის საკითხი და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ბრიუსელს მივცეს შესაძლებლობა ხელი აფათუროს ჩვენს კონსტიტუციურ ორგანოებში, ბრიუსელიდან დაგვინიშნონ მოსამართლეები და პროკურორები, ამას არ ვაპირებთ. ამიტომ დისკუსია მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ხრივ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ თელ სირთულეს ამ გზის და მნიშვნელოვანია რომ ეს გზა სწორედ გავიაროთ. ვინმე თუ ხედავს რაღაც რისკებს და საფრთხეებს, ჩვენ მზად ვართ აუხსნათ, რომ არის რა თქმა უნდა რისკები და ამ რისკებს შეჭირდება მყარი სუვერენული პასუხები. როდესაც ევროინტეგრაცია ზოგიერთის მხრიდან გაიგება როგორც ქვეყნის დამორჩილება, როგორც ბალტიელი პოლიტიკოსები გვიპირებენ, რომ მათ ჭკუაზე უნდა გვატარონ, თუმცა ეს გონიათ საბჭოთა კავშირში ვერ გვატარეს თავის ჭკუაზე და ეხლა უნდათ რომ ევროკავშირის ეგიდით დაგვიქვემდებარონ და თავის ჭკუაზე გვატაროს ზოგიერთმა ბალტიელმა პოლიტიკოსმა. რა თქმა უნდა ეს არავის არ გაუვა და ეს არ არის ევროკავშირი და ეს უნდა ვაჩვენოთ ჩვენ. მათ შორის მათ, ვისაც აქვს გარკვეული კითხვები და ხედავს რისკებს, უნდა ვაჩვენოთ, რომ ის რასაც დღეს ვხედავთ, ეს არ არის ევროკავშირის ჭეშმარიტი სახე. ბრიუსელი დღეს მიდის არასწორი გზით და მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ამას ყოველდღე უმეორებს, რომ გაჩერდით, არასწორი გზით მიდიხართ, გამოფხიზდით, დაუბრუნდით ევროპულ ღირებულებებს და ჩვენც ამას ვეუბნებით. ამიტომ კიდევ ერთხელ პრობლემა არის არა ევროკავშირში და ევროპულ ინტეგრაციაში, თუ კი ვინმე ამ რისკებს ხედავს, პრობლემა არის ბრიუსელში, რომელიც დღეს აბსოლუტურად ამოვარდნილი არის ევროკავშირის ღირებულებებთან. პირდაპირ ეთერში მყავს ბატონ შალვა და ეს თემა გვინდა. ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ვიხავთ სახელმწიფო ორგანოების, რას ამზადებთ, ვინაიდან კრიტიკა ისმის ამ მიმართულებით და არის ის, რომ კიდევ ერთხელ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება. რა არის თქვენი გეგმა?
ჩვენი გეგმა არის ის გეგმა, რომელსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიყვება, რომელიც პატივისცემს საკუთარ სახელმწიფოებრიობას. კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა ეს არის საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი სახელმწიფოსი. და ის ჯგუფები, ვინც არცემს პატივს კონსტიტუციურ წესრიგს, ისინი თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ მათ არ აქვთ უფლება ქონდეს პრეტენზია დემოკრატიული პროცესებით სარგებლობისა. შესაბამისად, სწორედ ამას ეხება ეს ყველაფერი, ერთი და მეორე. ეს არ ეხება იქ რაღაც ცალკეულ ჯგუფებს და ადამიანებს და ასე შემდეგ, რომელსაც ჩვენ ხედავთ ამ მარგინალიზირებულ უსამშობლო ადამიანებს. ეს ეხება სინამდვილეში უცხოურ ჩარევას. ეს არის გარე ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ როდესაც ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციაზე თავდასხმით კონსტიტუციური წესრიგის ძირი გამოუთხარონ, ამით გაგვიუქმო სახელმწიფო. და ამის კარგი მაგალითია, რომ სიტყვა არ ქონდა ნათქვამი, გამოვიდა ესტონელი აქაც, რა ვიცი, რატო რა უნდა ამ ადამიანებს რას გვერდჩიან, რა დაუშავეთ ესეთი საბჭოთა კავშირის დროს, რომ დღემდე რაღაცა აწუხებთ ამ ხალხს. ესტონელი დეპუტატი გამოდგა ეგრევე და არალეგიტიმური საქართველოს ქართული ოცნების არალეგიტიმური წარმომადგენელი, ჩემზე საუბრობდა ბატონი კომიტეტის თავმჯდომარე, აი ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს რამე ქართული მოვლენა კი არა, ეს არის გარედან დაკვეთა, რომ გააუქმო საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დაგვაყენონ მოლდოვის გზაზე. სადაც ჩვენ რაღაც მომეჩვენოთ, თქვათ, რომ პატარა ვართ, უსუსურები და მოდი ვიღაცამ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ, იქნება ჩვენი ტერიტორია. ასე რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოების მიმართ კონსტიტუციური წყობის წესრიგის არაღიარება, კონსტიტუციური ორგანოების არცნობა, იმის თქმა, რომ კანონი მათთვის კანონი არ არის. კონსტიტუციური ორგანოები და სასამართლო მათთვის სასამართლო არ არის. არაღიარებენ ამ ყველაფერს, ანუ არაღიარებენ სახელმწიფოს. ეს არის დაკვეთა გარედან წამოსული და ამისთვის არის მნიშვნელოვანი მათ შორის ეს მოწესრიგება. ხედავთ რომ ამერიკის დღეს ვიცე-პრეზიდენტი ხვდებიან ქართულ მხარეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს ჭრის რაც არის ის გეგმა, რაზე თქვენ საუბრობთ? ჩვენ ხედავთ რა არის ცდილობა ხა რო არ ჭრის და ხა რო ვერ გაგვაქრობენ რუკიდან გასაგებია ქალბატონმა კოსმა მართალია თავზე გადაგვიფრინა ჩავიდა აზერბაიჯანში და სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე და შუადერეფანზე ისე რომ ჩვენ თავზე გადაგვიფრინა და ერთი აზრი არ ვკითხა ეს არის როგორც ეს არის ზუსტად იგივე სტილი რაც იყო ადამიანების გაუქმება ხო იცით ეს ლიბერალური მიდგომა როდესაც აუქმებენ ადამიანს რაღაცნაირად ასე ვთქვათ გარიყავენ და ზუსტად იგივე გადმოიტანეს ახლა სახელმწიფოების მიერ და სახელმწიფოების გაუქმება ხდება. თითქოს საქართველოს არ ვარსებობთ, ხალხი არ ვართ და ის რამდენიმე NGO, რომელსაც ფულს უხდიან და დაქირავებული ყავთ, ის არის საქართველოს. კიდევ ერთხელ მაჭკვაზე რომ იყოს მოწყობილი, ალბათ გაყვრიანს უყალას, ვინც ქართულ ოცნებას და ჩვენს ქვეყნის დამოუკიდებლობას ხარს უჭერს, სადაც გაყვრიან, არ ვიცი რომელიმე კუნძულზე, აქ იქნება მათი NGO-ების მიერ აშენებული NGO 64, რომელიც ხედავთ ხო რას გულისხმობს. გულისხმობს, რომ უნდა ჩამოვიდნენ აქ ესა რა ქვია მეფის ნაცვლები, მეორე მდივნები და მათ უნდა მართონ ქვეყანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს კანონები, ზოგადად გამჭვირვალობის კანონი ეხება უცხოურ ჩარევას. ეს არ ეხება კიდევ ერთხელ იმ ჯგუფებს, რომლებიც ასე ვთქვათ, იმ ჯგუფებს, რომლებიც არიან იარაღი მხოლოდ. თავარი არის უცხოური ჩარევა, რომელიც კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ აქვს ერთადერთი ამოცანა, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაზიანება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც ბრიუსელი აფინანსებს მოლოტოვის კოქტეილის კამპანიებს, ის აღარც ევროპა არის. და საერთოდ ადამიანურ ღირებულებებისგან დაცილებული არის და ჩვენ ეს უნდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც შვიდების პროექტი ევროკავშირი აფინანსებს საქართველოში ძალადობას, დეზინფორმაციას და სიძულვას. პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით წარმომადგენელთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ ფასებზე, პროდუქტებზე, მიმდინარე ფასებს გნება აქ პარლამენტში მოგვიდამ ისიც რომ დაიწყება კომისიის ხდომა და ამ საკითხის დეტალური შესწავლა. თქვენ ელოდებით თუ არა რომ გაგრძელდება ეს
პროცესების კვლევა და აი როგორ მუშაობთ? გიპასუხოთ იმ საკითხზე კიდე ერთი მომენტი იყო, რაც გამორჩა მინდოდა დამემატებინა, რომ ეს პროცესი თან არაფერი ახალი ამაში არ არის. 2012 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც მარიონეტული მოძრაობის მარიონეტული რეჟიმი ჩამოაცილა ხალხმა ხელისუფლებას, 2012 წლიდან მოყოლებული, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას, არ აღიარებენ სახელმწიფოს. ეს ჯგუფები 2012 წლიდან ისინი რას ამბობენ? ამბობენ, რომ ქვეყანა იმართება მოსკოვიდან, ანუ სხვა ქვეყნიდან იმართება ქვეყანა და არის საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, არ აღიარეს არც ერთი არჩევნები, 9 თუ 10 არჩევნები ჩატარდა ამასობაში, არც ერთი არ აღიარეს, ძალაზე 2012-ში ესე ძალით შემოვიდნენ, სადამ სენატორმა შახინმა არ აიძულა სააკაშვილი როგორც თვითონ ყვება, რომ დაეთმო ეს არჩევნები და ეღიარებინა დამარცხება, თორე არ აღიარეს 2012 წლის არჩევნები, არ აღიარეს 2016 წლის არჩევნები საპარლამენტო, სადაც რამდენიმე კვირა რუზრუზი დაჭირდათ და ბოლოს მიხვდნენ რომ არ გაზრდიოდათ, შემოვიდნენ და ესე ძალაზე იყვნენ. 2020-ის არჩევნები არ აღიარეს, შეგახსენებთ, ერთი წელი დაჭირდათ, სადამ შემოვიდოდნენ და შემოყრიდნენ მათივე მფარველები და 2024 წლის არჩევნები არ აღიარეს. ასე რომ უკვე 14 წელია კონკრეტული ეს ჯგუფი და ეს იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის მიმდევრები არ აღიარებენ საქართველოს სახელმწიფოს, მის კონსტიტუციურ ორგანოებს, არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიას, ამბობენ, რომ ქვეყანა იმართება გარედან და ოკუპირებული არის მთელი ქვეყანა და საოკუპაციო რეჟიმი არის. აიღეთ ახლა გერმანული მაგალითი, რატო გააუქმეს ის ორგანიზაცია, დაადარეთ და ერთ-ერთში არის, ერთ-ერთი სხვაობა არის, იქ იყო ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ მეფე ვარო და აქ არის ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო. აი ერთ-ერთი ეს სხვაობა თუ არა, დანარჩენი არის ერთ-ერთში ზუსტად არ აღიარებენ საქართველოს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ის იმართება გარე ქვეყნიდან და არის საოკუპაციო რეჟიმი ქვეყანაში, ასე რომ მათ პოლიტიკაში ეს არის ამას აქვს ძალიან გათვლილი შედეგი და ამ შედეგებს ჩვენ ხედავთ. ეს არის წაწვეთება საკუთარი მომხრეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისინი არ წმუნებენ, რომ ქვეყანა იმართება საოკუპაციო რეჟიმით, მათთვის წვეთად იმის დაჯერება, რომ ქვეყანას მართავს საოკუპაციო რეჟიმი, მეორე ამ იდეოლოგიით, მეორე სიძულვილი და ზიზღით კონკრეტული ადამიანების მიმართ ზიზღის გაღვივება, თქმა რომ ესენი არიან არსებები, ესენი არიან მონები, ესენი არიან ბიომასა და მესამე ძალადობის წაქეზება, როგორც 4 ოქტომბერს წააქეზეს ბრიუსელიდან მათ შორის ეს ძალადობა, წაქეზება და საქმეზე რომ მივა, რომ მათმა მომხრეებმა აიღონ ხელში ინსტრუმენტები და იძალადონ და ეს მოხდა 4 ოქტომბერს. თვითონ დაიმალნენ და პატა მანჯგალაძე დღეს რომ ასე წუწუნებს მე რა შუაში ვარ, თვითონ გაიქცა, მე ეძებდით ხომ ჟურნალისტები და სახში მიაგენით. თვითონ გაიქცნენ და მიატოვეს ის ხალხი, ვინც დამუხტეს ზიზღით, სიძულვილით, ვისაც უთხრესო სინამდვილეში ეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლე კი არ არის, ეს არის ღობე და ეს არის ქვა და ცემენტი, მეტი არაფერი. აი ეს ჩაუნერგეს თავში, მათ შორის იმ დიპლომატებმა ამ ხალხს ხვდებოდნენ და ხელსართმევდნენ. ევროკომისიის პრესპიკერმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ნეპალის სცენარს, რომელიც დაანონსებული იყო, აი მიატოვეს შემდეგ ეს რამდენი არის დაკავებული დაახლოებით 50 ადამიანი, ხომ, ვინც უშუალოდ გამოვლენილი იქნა, თორე იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც სასახლის აღებას ცდილობდა და რამდენიმე 1000, რომელიც იმ დღეს მივიდა აქ ნეპალის მოსაწყობად. ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენს გარშემო ტრიალებენ ეს ადამიანები, ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, რომ რა ქვია, ხეზე ჩამოეკიდა ხალხი და ნეპალი მოეწყო ეს. აი ამ დონის სიძულვილი ჩანერგეს, რომ ექიმები, სტუდენტი, მასწავლებელი, არ ვიცი ვინ იდგა მაშინ, ვინც იყო რაღაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მიიყვანეს იქ აი ამ სიძულვილი დამუხტული, რომ ჩაედინათ იქ ნეპალი. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ხდება გარედან შეკვეთით და ამ ყველაფერს მოიღება ბოლო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ გაგვაუქო როგორც სახელმწიფო. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რომელიც ფასებს შეეხება, ზოგადად მისასალმებელი არის ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს ზოგადად აქვთ. ამ შეხვედრებიდან ჩვენ რაც გვესმის არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს რა გამოწვევების წინაშე ვდგევართ, ვინაიდან არსებობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც. ეს ასე არ არის, რომ ბიზნესი მხოლოდ
როდესაც ბიზნესს აქვს შექმნილი კარგი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და საქართველოს ამ მხრივ არის ლიდერი, როდესაც მას სახელმწიფო ხელისუფლება, კანონმდებლობა, საზოგადოება უქმნის პირობებს ბიზნესის საწარმოებლად, იმიტომ რომ არის დაბალი გადასახადები, იმიტომ რომ არის გასაგები კანონმდებლობა, იმიტომ რომ არის სწრაფი სერვისები, იმიტომ რომ არის დაბალი კრიმინალური მდგომარეობა. ამ ყველაფრის გამო ბიზნესი რომ კარგად ვითარდება და აქვს კარგი შემოსავალი, ნიშნავს რომ ამავე დროს არის პასუხისმგებლობა მისი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ რომ ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ამ ხრივ იქ სადაც შეიძლება იყოს რაღაც ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აყვებიან და ის მოგება რაც ბიზნეს ზოგადად უნდა კონდეს და რაც არის ზოგადი სტანდარტი, რა თქმა უნდა, მათი მოგება არის, თუმცა ჭარბი მოგების კენ სწრაფვა ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ესეც იქნება. ამ ხრივ რა თქმა უნდა პარლამენტში კომისია იცით უკვე შეიქმნა, მომავალი კვირიდან უკვე აქტიური იქნება მათ შორის სხდომების თვალსაზრისით, საზოგადოების ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე. მან თავად იხილოს, თავად მოისმინოს როგორ არის მოწყობილი სისტემა ფასის წარმოქმნის, რა ამ ჯაჭვში ვინ არის ჩართული, ასე ვთქვათ, შემომტანები, დისტრიბუტორები, მაღაზიები, დახლი, ყველაფერი ეს ნახოთ და ყველამ ერთად გავსაჯოთ, რა შეგვიძლია ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთოს, რა შეგვიძლია ჩვენ კანონმდებელ საკანონმდებლო რეგულაციით გავაკეთოთ, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს საერთო, ასე ვთქვათ, სახალხო საკითხი არის და ამიტომაც პარლამენტი ამის მთავარი მონაწილე იქნება. ბატონო, რამდენიმე კითხვა დაგისვა, თუ პირველის ყოვლისა განსაუბრეთ იმ ინიციატივას და იდეაზე, რომელიც იმ პრობლემას მიემართება, რასაც არაღიარების კონსტიტუციური რაღაც დაწესებულებების არაღიარების და ამ საკითხებს ეხება და ყოველთვის, როდესაც ამ თემაზე საუბრობთ, თქვენ და ქართული ეთნობის წევრები, ყოველთვის ახსენებთ სალომე ზურაბიშვილის მაგალითს, რომელიც არაღიარებს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, არაღიარებს ახალ პრეზიდენტს, არაღიარებს პარლამენტს, პარლამენტის წევრებს და ასე შემდეგ. ანუ სალომე ზურაბიშვილი არის თქვენი საფიქრალი და ის სალომე ზურაბიშვილის ამ კეისი გახდა ამ ახალი ინიციატივის წყარო? სალომე ზურაბიშვილი შეიძლება დაიჭიროთ იმის, რომ არაღიარებს მიხეილ? არა, უბრალოდ ეს კარგი ვიზუალიზაცია იმისთვის, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ჩვენი საზრუნავი და საფიქრალი და პრობლემა არიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს უკვეთავენ საქართველოში, მართავენ საქართველოში, სტიპენდიებს უნიშნავენ შემდეგ ასეთ ადამიანებს, აფინანსებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. და ჩვენ სისხლით ეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფო იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ ახლა რა ქვია, ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით თუ თბილისში ჯდომით და სტიპენდიის აღებით გულისხმობ ბატონ გახარიას და ქალბატონ ზურაბიშვილს, აქ ამ სახელმწიფოებას ძირი უთხაროს ვიღაცა გადამთიელმა აქ დაკვეთით. ამიტომ ვერ შეეხება იმ ვიღაცა გადამთიელს, ანუ ბერლინში ხო ვერ მიწვდება ბერლინის გერმანიის მოქალაქეს ჩვენი კანონი. სამიზნე არის უცხოური ჩარევის აღკვეთა, რომელიც ხდება ადგილზე ადამიანების გამოყენებით და მათი ინსტრუმენტალიზებით. ბევრის გამოყენებით. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის პრევენციული დანიშნულება აქვს. მე შეგახსენებთ ერთ მომენტს. ქალბატონი სალომე გახსოვთ, რომ როდესაც ის გამოვიდა პრეზიდენტის სასახლიდან, თავიდან არაპირებდა, როგორც გახსოვთ, და ბოლოს დათმო და გამოვიდა, მან თქვა, რომ მას თავისი ლეგიტიმაცია მასთან ერთად მიაქვს და თავის სტანდარტით წაიღო და ამ დროშით დღესაც ხედავთ მას, რომ ფიგურირებს. ამის შემდეგ და შეგიძლია ნახოთ ვიდეო და ფოტო არქივი. მასთან მიდიოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოური ელჩები, რომლებთანაც ის პოზირებდა ზუსტად პრეზიდენტის სტანდარტით. შეხვედრებზე, სადაც მას ედგა პრეზიდენტის სტანდარტი და მას წინეჯდა მაგალითად ევროკავშირის ელჩი, ან სხვა ელჩები, მაშინ, როდესაც ის ამითი, ასე ვთქვათ, იბრალებდა რა, ასე ვთქვათ, აუქმებდა არჩეულ პრეზიდენტის ინსტიტუტს და იბრალებდა საკუთარ პრეზიდენტობას. 4 ოქტომბრის შემდეგ მე ამასთან დაკავშირებით საჯარო თავს ვთქვი,
დავწერე კიდევაც და პირდაპირ მიმართე ელჩებს. და მათ შორის ვახსენ ეს საკითხი, რომ აი სტანდარტი დგას იქ და იქ როცა მიდის ვინმე უცხოელი, ის ამითი ცდილობს, რომ ვიღაცის თვალში საზოგადოებაში აჩვენოს, რომ სინამდვილეში ეს არის პრეზიდენტი და არა ის და ამან მიიყვანა მათ შორის ეს ჯგუფები, ის ხალხი, ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გავიდა, იმ ძალადობამდე, რაც ჩვენ ნახეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმით. ამის შემდეგ, აი ამის 4 ოქტომბრის შემდეგ და ჩვენი განცხადების შემდეგ, რომ 4 ოქტომბერში თავისი პოლიტიკური წვლილი მიუძღვით მათ, ვინც ასეთ ირიბად ახალისებდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამ პრეზიდენტის სტანდარტის პოზირებას, ამის შემდეგ არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა უცხოელი დიპლომატისა ექს-პრეზიდენტთან, მით უმეტეს სტანდარტის თანდასწრები და ძალიან კარგია, იმიტომ როგორც ჩანს გააცნობიერეს თუ რა შარში აღმოჩნდნენ საკუთარი ქცევით. ამიტომ ამას ემსახურება მათ შორის ეს მიემართება კიდევ ერთხელ უცხოურ ჩარევას, თორედ აქ შიგნით ესენი ისი გამკეთებლები არიან მართლა უსამშობლო ჯგუფები, მათ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ დაანახონ აი ესტონელ დეპუტატს, ჟიგიმანტ პავილიონის და რასა იუკნევიჩიანებს და ასე შემდეგ დაანახონ, რომ ჩვენ როგორც თქვენ გინდათ, აი აქ არ ვაღიარებთ, აგერ აქ ვართ, კანონი არ არსებობს, სახელმწიფო არ არსებობს, ყველაფერი გააუქმეს, ისტორიას გვიუქმებენ საერთოდ და არ ვართ ქართველები, არაფერი არ ვართ, ესე იგი რომ არა ზოგიერთის რაღაცა ვიღაცის იმედად ყოფნა, ასე რომ კიდევ ერთხელ საკითხი არის მარტივად, ვინც საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებს, მას მიემართება ეს ყველაფერი და ვინ შესაბამისად ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ ორგანოებს, ვინც არ აღიარებს კანონს, ის არ აღიარებს სახელმწიფოს. ეხლა სახელმწიფოს ბატონო მეორე მოსმენით კიდევ ერთხელ პირველი მოსმენით ეს დებულება უკვე მიღებულია, რაც შეეხება კონსტიტუციურ წესრიგის არ აღიარებას, კონსტიტუციურ ორგანოების არ აღიარებას და ესეთ ქმედებებს. მეორე მოსმენისთვის იქნება კონკრეტული ფორმულირება თუ რა კონკრეტული ქმედება არის დასჭადი, რა სანქციები იქნება ამისთვის გათვალისწინებული. შეიძლება იყოს როგორც სისხლის სამართლებრივია. მოგეთ ეს პირველი მოსმენით მიღებული არის სისხლის სამართლის სკოლაში. აქ არ არის არა ეს აქ საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე, არ არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე, აქ საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მის აღიარებაზე, მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე. კიდევ ერთხელ ქვეყნის აღიარება ჩვენი სახელმწიფოს აღიარება ზოგიერთ უცხოელს გონია ხაჭაპურის აღიარება, რომ ჩამოვადა იტყვის, რომ ხაჭაპური კარგი გაქვთ და ცეკვა გაქვთ კარგი და სიმღერა გაქვთ კარგი, როგორც გვეუბნებოდნენ ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს და სახელმწიფოს არ გვიღიარებდნენ. აი ესე არის ზოგი უცხოელი, რომ კარგი ხაჭაპური გაქვთ, კარგი ღვინო, კარგი ცეკვა, მორჩა. დანარჩენი რაც შეეხება თქვენ სახელმწიფოს, ჩვენ რასაც გეტყვით, ის უნდა აკეთოთ. აი ამას ვინც აკეთებს, ამას ვინც არ ვიცი, მოვისმენთ, აბა მისი აზრი რა იქნება, მოვისმენთ. არაერთხელ მოვისმენიათ, ის არ აღიარებს მაგალითად ქართული ოცნების პარლამენტს, მიხეილ ყაველაშვილს არ აღიარებს. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება წერილიო და შეიძლება დაიჭიროთ სალომე ზურაბიშვილი. ეს არ ეხება არც ერთი კანონი, არ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეს ეხება გამოწვევებს, რომელიც არის და გამოწვევა არის უცხოური ჩარევა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტებით ხდება და ერთ-ერთი ჩარევა და მიზანი თქვენ გახსოვთ ეს, რომ ეს ყველაფერი აგორდა გარედან დაკვეთით, იმიტომ რომ ჯერ გარედან უნდათ რომ აქ ქართული ოცნება, ან მათ უნდა წავართოთ იარაღი. იარაღი არის მათი შესაძლებლობა დაფინანსება ცალკე კანონმდებლობა არის და იქაც ცვლილებები შეგვაქვს და ეს იარაღი არის ის, რომ გამოიყენონ ადგილობრივი ჯგუფები იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ სახელმწიფოებრობას, ქართულ დემოკრატიას. არა, მათ უბრალოდ ამის სურვილს დაუკარგავთ, ასე თქვა, გამომდინარე იქნება, როგორც დაფინანსებაზეც ეს არის, ხომ? როგორც კი ვთქვით, რომ საჭირო არის ქართული ხალხის თანხმობა გრანტებზე, ქართული ხალხი მისი არჩეული მთავრობის მეშვეობით განიხილავს და თანხმობას მისცემს გრანტებზე, ვნახეთ, რომ შეწყვიტეს ოფიციალური
არხებით ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის დაფინანსება და ამიტომ განაცხადა ქალბატონმა კოსმა, რომ ვეძებთ ახლა გზებს, რომ გვერდი აუაროთ ქართულ ხალხს და გავაკეთოთ საქართველოში ის, რაც ჩვენ გვინდა და რაისაც ქართულ ხალხს უნდა. ამიტომ მოქმედებს, რა თქმა უნდა, ეს კანონი მისთვის არის, რომ პირველი მაგდა კიდე რამდენიმე თემა მაქვს. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეზე მინდა რომ გითხოთ, ბესო ალავიძე აანონსებს, რომ მას აქვს ფარული ჩანაწერი ბატონო შალვა, რომელსაც გამოაქვეყნებს. და ამ ფარულ ჩანაწერში არის საუბარი და ჩანს, როგორ აძლევენ სუსის თანამშრომლები დავალებებს მოსამართლეებს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე ის ამბობს, რომ ახლა სასამართლო პლანს მართავს მდინარაძე და კობახიძე. რას უპასუხებთ ამ ადამიანს? გამოაქვეყნოს, რა ვიცი. რატო არ აქვეყნებს? რა თქვა? რატო არ აქვეყნებო, რა თქვა? თქვა რომ გამოაქვეყნებს. ხო და რატო არ აქვეყნებთ? როცა საჭირო ჩათვლის, მაშინ გამოაქვეყნებს და თქვენ რა მაშინ დაველოდოთ, როდის ჩათვლის საჭიროდ? გავქნოთ, ჯერ გამოაქვეყნოს. გაგვიცნობთ, რომ სუსი შეიძლება მოსამართლეებს მართლაც იბარებდეს და ეუბნებოდეს წინასწარ, რა საქმეზე რა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. გამოაქვეყნოს ხო და? აი ხო ყველაზე მარტივია რომ გამოაქვეყნოს. გამოცება უნდა დაიწყოს თუ არა ამ განცხადება? როგორც კი გამოაქვეყნებს, ვერ მოხდა. გამოქვეყნებამდე არ ფიქრობთ, რომ ეს სერიოზული ბრალდება არის და დასამალი არაფერი გაქვს, მაშინ უნდა არა, ეს ბრალდება ხო არ არის? ამბობს ის ბრალდებას ხო არ ამბობს, რომ მე რაღაცა გადამხდა და ვიცი. ამბობს, რომ მაქვსო ამისიო მტკიცებულებაო და ხო და წარმოადგენს მტკიცებულება. გამოაქვეყნოს რა უშლის? გამოძიება რომ დაიწყოს ამ თემაზე არაფერად. გამოაქვეყნოს. აი რა უშლის გამოქვეყნებას? მე ამას მე მივხვდით. ანუ ვიდეო არ არსებობს ესეთი. რაღაცა შეიძლება არსებობს, რაღაცა გამოაქვეყნოს, არ ვიცი. აი ხო ამბობს, რომ რაღაცა მაქვსო და რატო არ აქვეყნებს? თქვენ ეს კითხვა დაუსვით? თქვენი აზრით თქვენ დაუსვით კითხვა? არ ვიცი დაუსვით ეს რატომ არ აქვეყნებთ? ეს ადამიანი ამბობს, რომ არსებობს ეს ვიდეო და აუცილებლად გამოაქვეყნოს. და რა უშლის ხელს? მისი გადასაწყვეტია, როდის გამოაქვეყნოს. რატო? ანუ დანაშაული მოხდა და ხელს აფარებს დანაშაულს? მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოძიება ანუ ის ხო ამბობს, რომ როგორც ხვდები, ანუ ის სავარაუდოდ ამბობს, რომ ამ რაღაც ჩანაწერებში აღწერილი არის დანაშაული. და ის დანაშაულს მალავს, ხელს აფარებს. რომ მდინარაძე და კობახიძე სასამართლო პლანს მართავენ ახლა. აი ხო და აი ხა ამ დროის ხარჯვას ხო ჯობია რომ გამოაქვეყნოს, არა? განმარტების დავაგრძელებ კითხვასაც დაგვისვამთ. მე მინდა გითხრათ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრასთან დაკავშირებით, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო სახელმწიფო დეპარტამენტში. რაიმე დაპირება მიიღო მან სახელმწიფო დეპარტამენტისგან? თქვენ ამბობთ, რომ აი ელოდებით, როდის გადაიდროშება ეს ურთიერთობები და ასე შემდეგ. აი მიიღო თუ არა რაიმე დაპირება მინისტრის მოადგილემ? რა ინფორმაცია გაქვთ? რა შედეგით დასრულდა ეს შეხვედრა და ჩვენ გვახსოვს სალომე ზურაბიშვილს ხშირად ცინიკურად მოიხსენიებდით ხოლმე, რომ აი ტრამპის ინაუგურაციაზე ჯგუფად შეიპარა და ეცადა ფოტოების გადაღება და ეხლაც არაერთი ქართული ოცნების წევრს ხედავთ იგივე აი მინისტრის მოადგილეს როგორ იღებს ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან ფოტოებს და როგორ პოზირებენ ამ ფოტოებით და რა ვიცი იგივე საკეთებს თქვენს რის გამოც სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებდით და აქინიკებდით. კიდევ ერთხელ მე მგონი ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2022-ში ომი დაიწყო, რომ ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს და ჩვენთვის არ არის ასე ვთქვათ საკითხი იმაში რომ ვინ ვის ხელი ჩამოართვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შინაარსი. შინაარსი კი არის შემდეგი, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაცია ძიმედ დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც სჭირდება გამოსწორება. მათ შორის იმით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მხრიდან მზაობა, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ. კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მის ხალხს, ქართული ხალხისგან და მისი ხელისუფლებისგან კარგის და გვერდში დგომის გარდა არაფერი არ უგძვნია არასდროს. ამის საპირისპიროდ წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენ ხედავთ პირდაპირ ქართული ხალხის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ფურცელიც გადავშალოთ და კიდევ ერთხელ თავაზობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ, რომელიც იქნება წინასწარ განსაზღვრული ერთმანეთის ინტერესებზე დამყარებული
ურთიერთობა. ასე რომ ჩვენთვის ეს არის მთავარი საკითხი, რომ შინაარსიანი პარტნიორობა ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება შეხვედრებს, სამუშაო შეხვედრები არც არასდროს შეწყვეტილა, საგარეო უწყებებს შორის, დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრები ეს გრძელდება, თუმცა ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარია პოლიტიკური დონე ამ ურთიერთობისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვას. შემოქმედებები არ არის მნიშვნელოვანი, შინაარსია და რა შინაარსია მაშინ იმ ფოტოებში, რომელსაც აქვეყნებთ იგივე მიხეილ ყავალაშვილმა გამოაქვეყნა ეს ხელის შემოქმედების ფოტოები, ის შინაარსი გითხარით, შედეგი გითხარით, რომელიც ამ ყველაფერს მოყვება, ან მოყვა უკვე. ეს არის მოსახლეობის, ეს არის მოსახლეობის ინფორმირება, რომ გარკვეული კონტაქტები და შეხვედრები არის, როდესაც საჭირო არის გარკვეული შინაარსის გაჟღერება, ამასაც ვაჟღერებთ. თანამედროვე საინფორმაციო სამყაროში ვართ და როცა რაღაც შეხვედრებია საკრიტიკებით და ციფრი ხალიშაძის სიარულის და ხელის ჩამოქმედების და ამ ფოტოების გამო და თურმე ყოფილა საჭირო საზოგადოების ამ სალომე ზურაბიშვილი არის თვითმარქვია ექს-პრეზიდენტი, თვითმარქვია პრეზიდენტი, ექს-პრეზიდენტი, როცა თვითმარქვია პრეზიდენტი, რომელიც დადის სტანდარტით, არის საზოგადოებას თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ დაკეცავს და მიაქვს ხოლმე სტანდარტი და ამ სტანდარტით დადის და ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი. საერთოდ კომიკური მდგომარეობაა, ეს ყველაფერი ჩაივლის, ალბათ ერთი ფილმი უნდა გადაიღოთ ამაზე, როგორ ზის საქართველოში ადამიანი და ამბობს, რომ პრეზიდენტია. სხვა შორის ეს იყო ადრე კახელებმა იციან ეს ისტორია, ერთი ადამიანმა თავი როგორ გამოაცხადა მეფედ, პრეფექტების პერიოდი იყო და თავი გამოაცხადა, რომ მეფე ვარო და ვეზირები ყავდა და ერთ-ერთ ჩემს მშობლიურ კუთხეში ერთ-ერთ ციხეში სიმაგრეში გამაგრდა იქ და ყავდა თავისი მეციხოვნეები და ვინმე რომ მივიდოდა მეციხოვნეები ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ რომ მინდაო ნახვა მინდაო პრეფექტი იყო რაღაც თანამდებობაც ჰქონდა იმ ადამიანს და გადავცემთ მეფესო, მეციხოვნეები ეუბნებოდნენ და მოკლედ აი ეს ასე მდგომარეობა სინამდვილეში ხომ აი ამ ხელა რა გითხრათ მე ამ ხელა არა თუ აბსურდთან გვაქვს ანუ რაღაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე რომელსაც ვაკვირდებით და ნუ სინამდვილეში ამაზე უნდა გვეცინებოდეს მაგრამ როგორ გაიცინებ როდესაც ხედავ რომ ევროპაში არსებობს ხალხი რომელსაც ჩვენ ასე თქვა ამბობთ გვინდა წევრი ვიყოთ იმ რაღაც ოჯახის და იმ ოჯახიდან გამოდიან ადამიანები და ამბობენ რომ ეს არის პრეზიდენტი, ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი. აი ამ აბსურდს უყურებთ, რა ვიცი. მართლაც ჰოლივუდის თუ არა ბოლივუდის ფილმი ნამდვილად მოუხდებოდა ამ მდგომარეობას. და იგულისხმება თუ არა ამ სულთაფუძეში ის რომ ივანიშვილის მათ შორის ბაიდენის დროს დაწესებული სანქციები გაუქმდეს. ანუ ამაში იგულისხმება სტრატეგიული ბიზნეს გაუქმდეს საქციები და ამის შემდეგ დავიწყოთ ახალი გზამკვლევი. მათ შორის ეს არის თქვენი წინაპირობა? ხო ამბობთ რომ უსამართლო სანქციები არის. ეს არის მოთხოვნა. მოგეთ სუფთაფურცელი გულისხმობს რომ ის რაც იყო, ის რაც არის ჩვენს ურთიერთობაში უსამართლო, ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას. მათ შორის დაბრალებები, რომელიც ჰელსინკის კომისიაში გვესმის რომ ავიბენით უკვე ესე იგი რუსეთი, ირანი, ჩინეთი, სამ მაგი აგენტები ვართ ესე თქვა მთელი სახელმწიფო, რომ დაუჯეროთ ჩვენ ბატონ ვილსონს, რუსულ, ირანულ, ჩინურ და მის ფანტაზია ალბათ გაწდება კიდევ ამას დაგვიმატებს სხვა სახელმწიფოებს, მაგრამ აი ასეთი თავდასხმები ქვეყნის და ხალხის ლანძღვა, რომელიც გვესმის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა ეს უნდა დასრულდეს, სამართლობა უნდა დასრულდეს და ეს არის მთავარი რაც პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი პოლიტიკის ღერძად გამოაცხადა, პოლიტიკის აწყობა არა გავლენებით და მავნე რაღაც იდეოლოგიების თავსმოხვევით, არამედ ინტერესებით, რომელსაც ღიად ამბობს. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი საკუთარ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ამბობს, რომ ეს არის ჩემი ინტერესი. მე ეკითხება სხვას, რომ რა არის შენი ინტერესი და მოდი ეს ინტერესები იქნება დავამთხრეთ ერთმანეთს. ყველასთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომელსაც ამერიკას რაც ისტორიულად თუ დიდი ხნის განმავლობაში აქვს ძალიან ანტაგონისტური დამოკიდებულება, ხედავთ რომ ყველას მიმართებაში პოლიტიკა არის რომ ეუბნებიან ღიად რა არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, ეკითხებიან რა არის მათი ინტერესი და ეძებენ სად უნდა იყოს თანხმობა ამ ინტერესებისა. ეს არის სწორედ დიპლომატია და არა თავსმოხვევა საკუთარი იდეოლოგიების. კრიტიკული არის მათ პოზიციები, ისინი თქონდა ეს გაიფრენ
ჩაწერება არ მოხდეს, იმიტომ რომ ეს პრობლემა შექმნის. თქვენ საუბრობთ, რომ ეს სისტემა ჭირდება, განათლების სისტემას, იმიტომ რომ ხარისხი არ არის ისეთი, როგორც უნდა ქონდეს ქვეყანას. რატომ ვერ არწმუნებთ მაშინ ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ მათთვის და არა თქვათ რაიმე სხვა ინტერესები? პირველი, ჩვენ ხედავთ კვლავ მათში ვინც კრიტიკულ ასოს გამოთქვამს, ხედავთ ჯგუფებს ადამიანებს, რომლებიც მსჯელობენ იმ ადგილიდან თითქოს რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრს საჯაროდ არ ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემაში, 7 გამოწვევაზე, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა და თითქოს ამ 7 გამოწვევაზე ყველა შეთანხმებული არ იყოს. მათ შორის ეს ეხება როგორც სწავლის ხარისხს, ისე ინსტიტუციურ მოწყობას, ისე პროგრამების დუბლირებას და ზოგადად პროგრამების ხარისხს და ასე შემდეგ. ყველა გამოწვევას შევთავთ. ანუ შეთანხმდა ერი, რომ არის გამოწვევები უმაღლეს განათლებაში. გავიდა რამდენიმე თვე და სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე მიდიოდა მუშაობა რა გადაწყვეტები უნდა იყოს და დაანოსდა ცალკეული ცვლილებები, რომელიც არის რა თქმა უნდა ამომწურავი ის რაც ახლა ხორციელდება, ეს არის მთელი ეტაპი იქნება მართლაც ისტორიული რეფორმისა. ახლა გვესვის მსჯელობა არგუმენტები ისეთი ხასიათის, რომ ამბობენ თითქოს არა პრობლემა თუნდაც არ ყოფილა, თუნდაც განათლების ხარისხი კარგია, თუნდაც სხვადასხვა რეიტინგებში არიან, თუნდაც თუ ესე ყველაფერი კარგია, მაშინ რატო არის ყველაფერი ასე ცუდად? ხომ? ამიტომ კიდევ ერთხელ თუ კი და თან ამავე დროს ამბობენ რომ მე-12 კლასი გჭირდება, იმიტომ რომ სკოლას რომ დაამთავრებს ბავშვი აუცილებლად უნდა გაიქცეს საზღვარგარეთ და იქ ისწავლოს, იმიტომ რომ აქ არ ვარ გასწავლა და იმავე მე შემდეგ აბზაცში ამბობენ რომ აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რომ არ სჭირდება რეფორმა და ისეთი კარგი უმაღლესი განათლება გვაქვს. ამიტომ აი ეს არის ლოგიკური აცდენა, რომელიც ამ დისკუსიაში არის, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ხდება ერთის მხრივ ხედავთ ჩვენ ეხა ვინც არიან ის ჯგუფები, რომ ოღონდ რაიმე თემა მისცეთ, რომ იყვირონ და მსჯელობის გარეშე რაღაც ლოზუნგები ისროლონ, ეს გვესმის ეხა ეს ჯგუფი ვინც არის, ისევ ის გარედან მართული ხალხი, თუმცა გასაგებია ასევე, რომ არიან ადამიანები აკადემიურ წრეში განსაკუთრებით ეხება კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ეხება ეს პროფესურას, რომელთაც მნიშვნელოვანია საუბარი და განათლების მინისტრიც შეხვდება, ყველა მზად ვართ ამ საკითხზე საუბარსაც შეეხება, რაც შეეხება სტუდენტებს. აქაც ეხა რაც ყოფილი სტუდენტი დღეს აქტივისტები რო არიან და ვიცი 550,000 ლარი ჯარიმა მაქვს ხალხი რო იძახის, ისეთი კანონდამღვრევები არიან და ეხლა უცებ აქვია უნივერსიტეტის თემებით დაინტერესდნენ. ხა ამ აქტივისტებთან რა უნდა ისაუბრო, მათთვის სულ ერთი რა თემაზე ისაუბრებენ, კიდევ ერთხელ მათ ეზიზღებათ სინამდვილეში ამ აქტივისტებს ხო ხედავთ ეხლა დღეს რო გამოუდგნენ ეს ფსევდოლიბერალი ხალხი, ამ აქტივისტებს ეზიზღებათ როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე ტექნიკური უნივერსიტეტი, უბრალოდ ეზიზღებათ მათ ხო მსჯელობაში ხო ხედავთ, ის პროფესორაც ეზიზღებათ. იმიტომ როგორც კი ნახავენ, მათ სასარგებლოს რაღაცას არ ამბობენ, პირდაპირ მიდიან და პირდაპირ ადამიანურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმ უნივერსიტეტების რექტორები ეზიზღებათ, ყველა და სტუდენტები ეზიზღებათ, იმიტომ რომ არ გამოდიან მათთან ერთად ძალადობრივ იმაზე, რა ქვია, აქციებზე. ანუ ყველა ეზიზღებათ და თან ვითომ მოაქვთ რომ თითქოს მათ იცავენ. ვინც ამ ადამიანებს ასწავლიდნენ, მათი ნასწავლი და ხარისხით უკმაყოფილება არის, ხო? მომავალში რა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ხარისხი გაიზარდოს. იმიტომ რომ მართლაც სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტებს, არის დიდი პრობლემა. ჟურნალისტიკის მიმართულებით შევსაუბროთ, არის პრობლემები და ეს არის ხელშესახები. ძველი გამოცდილების და ძველი მეთოდების ნასწავლის შედეგი არ ვიცი, რისი არის, ვერ პასუხობს თანამედროვე. ბევრი ამაზეც ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამ გამოწვევებზე ისაუბრა და შინაარსობრივ ნაწილზე საუბრობდა და რატომ არის ეს გამოწვევები, რთული ახლა ერთ წუთში ჩავეთქიო, თუმცა მოკლედ რომ გითხრათ, მათ შორის პრობლემა არის იმის, რომ პროგრამები რამდენად ხარისხობრივად სწორედ არის გამართული, სახელმძღვანელოები, რომელიც წირია, არ არსებობს, ახალი სახელმძღვანელოება არ იწერება, იმიტომ რომ აკადემიური პერსონალისთვის ეს არის გვერდითი დასაქმების სფერო და არა ძირითადი დასაქმების სფერო. იმიტომ არ არის ძირითადი დასაქმების სფერო, რომ ხელფასი არ არის მაღალი და მუშაობენ ერთ ადგილას და მიდიან ლექციებს ჩაატარებენ და
შემდეგ მოდიან, მათ უნივერსიტეტთან მათი კავშირი არის მხოლოდ ის, რომ შევლენ აუდიტორიაში, გამოვლენ აუდიტორიანი, არც თავისი კაბინეტი აქვთ იქ, არც მიდის რაღაც იქ მუშაობა, სამეცნიერო კვლევითი, სახელმძღვანელო მუშაობა, რა თქმა უნდა, განმაზოგადად ხა ისიც ხდება, მაგრამ ზოგადი პრობლემა ეს არის. პრობლემა არის ის, რომ არის დუბლირება ფაკულტეტების, პროგრამების ერთ ქალაქში სხვადასხვა პროგრამა, ამდენი კვალიფიციური პროფესორიც ხლა მან მგონია რომ არსებობდეს კონკრეტული დეტალური მიმართულებით, ასე რომ კომპლექსურია საკითხი და ამას სჭირდება გადაწყვეტა, ამიტომაც იმისთვის რომ გადაწყვეტო, უნდა გადაწყვეტა მათ შორის როგორც ინსტიტუციური მხრივ და ამიტომაც შემოდის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მიმართულებაზე, იმისთვის რომ სწორედ მან მისი ხელმძღვანელობით მოხდეს როგორც პროგრამების შინაარსობრივი დახვეწა, ისე სახელმძღვანელობის შესწავლა, ისე კვლევითი საქმიანობა, ეს უნდა დაბრუნდეს, უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს ის, რაც ამაში ჩადო ივანე ჯავახიშვილმა, რომ ეს უნდა იყოს კვლევა, ეს უნდა იყოს სწავლება, ეს უნდა იყოს წამყვანი სასწავლო კერა რეგიონში უპირველეს ყოვლისა და რა თქმა უნდა მსოფლიოში შესაბამისი რეპუტაციის მქონე. ამიტომ კიდევ ერთხელ სჭირდება ამას ძალიან ჩვენ ხო კოსმეტიურ და რაღაც შესწორების ხო არსებობთ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დასახელდა. კიდევ ერთხელ იმ 7 გამოწვევაზეც ქონდა საუბარი, რომ ვინმე სხვა მოსაზრება გაქვთ, მზად ვართ ვიდებატოთ. ვერავინ ვერ გამოთქვა ვერც ერთი კრიტიკული აზრი იმ 7 გამოწვევასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არსებობს. თუ კი ეს არსებობს, ამას სჭირდება კომპლექსური გადაწყვეტა და ამიტომ მე ყველას მიმართავ. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ აკადემიური პერსონალი არის, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ მათი ჩართულობით და განათლების სამინისტრო ამიტომ ამ მხრივ არის ძალიან გახსნილი, უზრუნველყოფილი ყოფილიყოს უპირველეს ყოვლისა მათი ყველანაირი შიშები, რომ მოხსნილი იყოს, რომ ეგზისტენციური საკითხები, რაც შეეხება მათ იქ ყოფნას, მუშაობას, საქმიანობას, ამ მხრივ განათლების სამინისტრომ თქვა კიდევაც, რომ არავის არ შეეხება ეს პრობლემური სახე. რაც შეეხება სტუდენტებს მით უმეტეს სტუდენტებს თუ მოიგებენ ამ ყველაფრისგან, ვინაიდან კიდევ ერთხელ მიმდინარე ახლა ვინც სწავლობს იმ სტუდენტებისთვის მხოლოდ გაუმჯობესება თუ იქნება, თუ კი ისინი იქნებიან სწორედ პირველი მონაწილეები აი ამ გლობალური რეფორმის. დანაშაულის შემცირების და პრევენციის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმა ბიუჯეტზე უნდა გკითხოთ, მაგალითად საპროფესიო საპრევენციო ღონისძიებების შედეგად ბოლო ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 39 ადამიანი. ზოგადად რომ შევაფასოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა დანაშაულის შემცირების კუთხით. ფაქტია, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში და ის მიმართულებები, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა ზოგადად სამართალდამცავ უწყებებს და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე უფრო მეტი და მოცულობითი შრომა უწევს, აჩვენებს, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა. როგორც აქცენტების მხრივ, თუ რომელ დანაშაულებზე აქვს მათ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული, კერძოდ ნარკოდანაშაულები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ბანდიტიზმი, ასევე არასრულწლოვანების გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები, სწორი აქცენტებია, რომელსაც მოაქვს შედეგები შემდეგ საზოგადოებაში დანაშაულის მონაცემების შემცირების სახით. ამიტომ ამ მხრივ ერთი დასკვნა ჩვენი საერთო არის ის, რომ მიმართულებები არის სწორი, მათ შორის გამოვლენაც აჩვენებს, რომ იქ იყო პრობლემები და ეს გამოვლენა და რაოდენობა, ასე ვთქვათ, დანაშაულებისა, რომელიც იქნა მხილებული და ადამიანების, რომელიც იყო დაკავებული, აჩვენებს, რომ სწორ აქცენტს აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რაც მთავარია, ეფექტიანად მუშაობს, იმიტომ რომ ხდება გამოვლენა ყველა ამ სახის დანაშაულებს. და მათ შორის გახსნა დანაშაულების გახსნის მაჩვენებელიც არის გაზრდილი და ეს არის ყველაზე კაი მაჩვენებელი ეფექტიანობის ზრდის. ბატონო შავა, ბოლო კითხვას დაგისვამთ. დიმიტრი ხუნდაძემ ჯერ გუშინ ხმათა დარბაზში მოусვენდით და შემდეგ უკვე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გაითქვა, რომ ქართული ოცნება 2012 წლიდან მასთან ერთად მყოფ ერთგულ ხალხს არ აფასებს და მათ ნაცვლად პოლიტიკურ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები ყავსო, რომლებიც ყოველწუთიერად იმას ელოდებიან, თუ ეფექტი როდის დაგვიწყდებაო. რაც უხებს დიმიტრი ხუნდაძეს და არ უნდა მივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი დაწყენია იმის გამო, რომ ღარიბაშვილი ციხეში ზის და ახლა ისეთი ხალხი გველაპარაკება ქართული ოცნების სახელით, რომელიც აი
მაინც და მაინც ვის ერთგულებაში თეჯი ეპარება დიმიტრი ხუნდაძეს ყოველ შემთხვევაში, ხო? რაში არის საქმე? გიწუნებთ საკადრო პოლიტიკას და ამბობს, რომ არ ფასდებიან ერთგული კადრები. გასაგებია სხვა პარტიის წარმომადგენელი ჩვენ რომ დაგვიწონებს საკადრო პოლიტიკას, ხა ამაში მე მგონი რაიმე არაბუნებრივი არ არის, მაგრამ წარმომადგენელი არის, მაგრამ დიდი ხანი არ არის, რაც სხვა პარტიის წარმომადგენელია დიმიტრი ხუნდაძე. თქვენზე ადრე იყო ქართულ ოცნებაში, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და მას პრეტენზიები აქვს, რომ არ ფასდება. აი, თქვენ ქართულ ოცნებას წარმოადგენთ. არ აფასებთ ერთგულ ადამიანებს, ხუნდაძეს ეს პრეტენზია აქვს თქვენთან. რომ არ ფასდება. კონკრეტულად რაზე საუბარი არ ვიცი. ერთგულ ადამიანებს არ აფასებენ ქართულ კონკრეტულად რაზეა საუბარი არ ვიცი, ზოგადად რა თქმა უნდა ყველა გუნდში თავარი მიდგომა არის რომ პროფესიონალი უპირველეს ყოვლისა და შემდეგ ქვეყნის და გუნდის მიმართ ლოიალური ადამიანები უნდა იყვნენ შესაბამისად ისინი ვისაც ეყრდნობა შემდეგ ესა თუ ის სტრუქტურა ასევე პროფესიონალიზმი არის თავარი განსაზღვრელი და ასევე ქვეყნის მიმართ ლოიალობაც განსაზღვრელია თავარი.